კიბერშპიონაჟის საშუალებით მოპარული იქნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან რაღაც გაურკვეველი დოკუმენტაცია, არაფერი მნიშვნელოვანი, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ფალსიფიკაცია თითქოს და რაღაც ნივთიერების გავრცელებაზე და რაღაც ვირუსების გავრცელებაზე აიტვირთა წინასწარ დაგეგმილ თქვათ რაღაც საიტზე გავრცელა ბულგარეთთან დაკავშირებულმა ჟურნალისტმა, რომელიც ცალსახად მიკუთვნებულია რუსული ნარატივების გავრცელებაზე, ესეც ხო საინტერესოა. ამის შემდგომ ზედიზედ გააკეთეს განცხადება იგორ გიორგაძემ, კგბ-ს გენერალმა, მოსკოვში ბაზირებულმა, რომელიც აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსები რაღაც სპეციალურ ღონისძიებას ატარებენ, აქ ისე ახლა პენსიაშია, მოგეხსენებათ, ასაკითაც და შესაძლებლობებითაც. გარდაცვლილმა, მაგრამ არაცხონებულმა იგორ კირილოვმა, ცნობილმა, რომელიც იყო რუსული ქიმიური ბირთვული დანაყოფების ხელმძღვანელი, მოქმედი გენერალი, მაშინ მარია ზახაროვამ და თვით პუტინმაც კი შემდგომ ვალდაის ცენტრში მოიხსენია, რომ თითქოს აი ეს საბუთები ადასტურებდეს, რომ საქართველოში იქმნება სასაცილოც კი, მაგრამ ნოვიჩოკიც კი, არა მარტო ესე იგი სხვა ისე